მეათე მოწვევის პარლამენტში არც ერთი ოპოზიციონერი არ იქნება. ვინმე თუ შევა ეს არ იქნება ოპოზიციონერი და ეს არ იქნება დეპუტატი. ეს იქნება პუფი. უბრალოდ რაღაცა ნივთი. ანუ ვინმე თუ შევა, ბაპატიეთ, თუ შეიძლება მე ვინმე თუ შევა და პრაგმატულობას თავი დავანებოთ, პოლიტიკურ პრაგმატულობას, ვინმე თუ ცნობას ვერ გაუძლებს, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი, ჩემი პოზიცია ასეთია და ვერც ოპოზიციონერი მით უმეტეს. როგორც წარმოგიდგენთ, ეხლა 6 კაცი შევიდეს და რა უნდა აკეთოს ეხლა ამ 6 ადამიანს? მე გამოვრიცხავ. მაგრამ აიდამაინც თუ კი გაინტერესებთ და რა თქმა უნდა გაინტერესებთ, გეტყვით, თუ კი მაინც ჰიპოთეტურად დაუშვათ ვინმე შევიდა, ის ვერ იქნება ვერც დეპუტატი და ვერც აი ამ ტიპის მხრიდან ახლა ოპოზიციაზე ბატონო. ვერ გეტყვით, ალბათ რაღაცა ცალკეული საუბრები ეხლა ვიღაცებთან, ეხლა არ ვიცი რა 60 ადამიანზე თავს როგორ დავდებ, ხო? ქართულ როცა ოლიგარქიული წესწყობილება ვერანაირად ვერ დადებ თავს, მაგრამ ეხლა იცით რა, შესვლის სურვილი შეიძლება ვიღაცებს ჰქონდეს, მაგრამ იცით რა პარალელს გავყოლებთ. ეხლა მაგალითად, ბევრ საჯარო მოხელეს აქვს ქთამისაღების ცდუნება, მაგრამ ეშინია პროკურორის, ეშინია პოლიციის უფროსის, პოლიციის კანონის, რო არ დაისაჯოს, ხო? აქაც ალბათ ვიღაცებს აქვს ცდუნება, სურვილი რომ შევიდეს, მაგრამ ეშინია ამ შემთხვევაში მორალური პოლიციის, ხალხის, საზოგადოების ვის წინაშეც ვართ ჩვენ ანგარიშო. ვინმე? ხო მე გეუბნებით, ჩვენ ვერავიზე 100% თავს ბუნებრივია ვერავი ვერ დადებს, ხო? მაგრამ გასაგებია მე კი ბატონო, მე ვარ დარწმუნებული რომ ამ არჩევნებს არ დაუკანონებს არავინ ბიზინა ივანიშვილს, მაგრამ თუ მაინდა-მაინც მეკითხებით ვინმე აპირებს თუ არა შესვლას, ეხლა რო გითხრათ 60 კაცის სახელით, კლასის დამრიგებელი ხო არა ვარ მე?